სამი სიტყვით დაახასიათე პეგასი. ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური, სანდო. მოგების მარჟა თუ ბაზრის წილი? მოგების მარჟა. ჩარტერული რეისი თუ რეგულარული ფრენა? ჩარტერული რეისი. ადრეული ჯავშანი თუ ცხელი ტურები? ადრეული ჯავშანი ცალსახ. ავტომატიზირებული ონლაინ სისტემები თუ ტრადიციული ტურისტული აგენტები? ონლაინ სისტემები. სტაბილური ნაცადი მიმართულებები თუ სარისკო, მაგრამ ახალი? სარისკო, მაგრამ ახალი გამოწვევები. საუკეთესო მარკეტინგი ტურიზმში, ანუ რეკომენდაცია თუ მილიონიანი დიჯიტალ კამპანია? რეკომენდაცია. ილუმინატორთან ჯდომა თუ ემერჯენსი? ემერჯენსი. რომელი უფრო დიდი კოშმარია ტუროპერატორისთვის, დაკარგული ბარგი თუ 12 საათით გადადებული რეისი? 12 საათით გადადებული რეისი. რომელი უფრო ხშირია? დაკარგული ბარგი. ქვეყანა მიმართულება, რომლის სახელით სამსახურში იმდენჯერ გესმით, რომ დასასვენებლად იქ არასდროს წახვიდეთ? აიანაპა. სასტუმრო all-inclusive თუ მხოლოდ ზურგჩანთით ხეტია? all-inclusive. სად უფრო რთულია მოლაპარაკება თურქულ სასტუმროების ქსელებთან თუ აზერბაიჯანულ ბიზნეს ელიტასთან? აზერბაიჯანულ ბიზნეს ელიტასთან. თვითმფრინავში დაფრენისას ტაშს უკრავთ? რა თქმა უნდა არა. დაასრულეთ ფრაზა, მოგზაურობა არის ერთადერთი რამ, რაშიც ფულს იხდი და რაშიც ფულს იხდი და ბედნიერდები. საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე უკეთ რა წარმოაჩენს შენ ეს? ღვინო. რა ფერისაა ფული? უფეროა. სალომე, პეგასი უკვე 13 წელზე მეტია ბაზარზეა. და 2026-ში როგორ გამოიყურება თქვენი ბრენდის ხმა? რა არის ასე ვთქვათ ის გამორჩეული მიმართულება, რაც გამოგარჩევთ სხვა არსებული ბრენდებისგან? პეკა 2012 წელს, როდესაც პირველად შემოვიდგით ფეხი საქართველოს ბაზარზე, პეგას ტურისტიკის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ყოფილიყავით იგივე ბრენდი, იგივე აქცენტებით საქართველოს ბაზარზე, რაც დანერგილი ჰქონდა წლების განმავლობაში მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე გლობალურად. და გვინდოდა დაგმტკიცებინა ყველასთვის, რომ საქართველოშიც შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კომპანიის არსებობა და არა გაქართულება. ანუ დამტკიცეთ ეგ მოახერხეთ? 2026 წელს თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ნიშა, რომელიც გამოგვარჩევს ჩვენი კონკურენტებისგან, არის ის, რომ ვართ სანდო, პროფესიონალი და ხარისხზე ორიენტირებული გუნდი. ბევრი გლობალური კომპანია, რომელიც აქ ადგილობრივად საქმიანობს საქართველოში და რაღაცა წლებია უკვე აქ არის, ამბობს ხოლმე, რომ იცი რა არის, კი, ჩვენ გლობალური ეკოსისტემის ნაწილი ვართ, მაგრამ აი აქაურ ეკოსისტემას მოვერგეთ და თქვენ პირიქით რაღაც სტანდარტები შემოიტანეთ, ესე გამოდის? თავიდანვე წინამდეგი ვიყავით ზუსტად ამ მოდელის და მე ძალიან კარგად მახსოვს 2012 წელს, როდესაც გადაწყდა საბოლოოდ ამ კომპანიის საქართველოს ბაზარში შემოსვლა, პირველი რაც განიხილეს იყო ის, რომ საქართველო აირჩიეს ჰაბად მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონის. საქართველო იყო პირველი ოფისი, რომელიც ამ რეგიონში გაიხსნა და შემდეგ უკვე წარმატებული პროექტს მოყვა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ოფისების გახსნათ, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ასე შემდეგ. და ეს იყო მაჩვენებელი იმის, რომ არ არის აუცილებელი და სავალდებულო, რომ მოვერგოთ ადგილობრივ ბაზარს, ბუნებრივია უნდა მოხდეს გათვალისწინება აქაური ლოკალური მომხმარებლის სურვილების, მაგრამ სტანდარტების დაქვეითება, დაწევა ნამდვილად არ არის აუცილებელი. ხო, რაღაც შეიძლება სხვა ტიპის სტანდარტზე იყოს მოთხოვნა ამ პროდუქცია, მაგრამ შენ მაინც მოგაქვს ხარისხი და აჩენ ცდილობ ამ ხარისხზე გააჩინო მოთხოვნა. გლობალურობიდან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენად როგორ ინარჩუნებთ რაღაცა ადამიანურობას, ინდივიდუალიზმს და ეგ არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც აქვს ეს კომპანია? ამდენ წლის განმავლობაში პირველად დამისვეს მსგავსი შეკითხვა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როდესაც ხარ დიდი მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი პატარა ნაწილი ძალიან რთულია კონცენტრირდე დეტალებზე და იფიქრო, ვთქვათ, უფრო
გადაიხარო ინდივიდუალიზმისკენ. როდესაც ხარ საერთაშორისო ოპერატორი და ემსახურები 100,000-ობით მომხმარებელს, თავისუფლად შეიძლება ადამიანის ხმა, მომხმარებლის ადამიანური ხმა ჩაიკარგოს ამ საერთო ფონზე, თუმცა საქართველოს ამ მხრივ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ მოგესალმებით არის პატარა ბაზარი და ყველაფერი დამყარებულია პირად კონტაქტებზე, ნაცნობობაზე და ამან ძალიან გამიადვილა მე პირადად ის რომ შევძლოთ მივწვდეთ ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველა ჩვენს მომხმარებელს და მიუხედავად იმისა, რომ ვართ საერთაშორისო სტანდარტების დამცველი კომპანია, ასევე რაღაცნაირად ვახერხებთ იმას, რომ თითოეულ ჩვენს მომხმარებლის სურვილებამდე მივიდეთ და მათი ემოციები მოვიყვანოთ სიცხადეში. მაინც რაღაც პერსონალიზირებული ეფექტი და ამ შემთხვევაში, როდესაც პატარა ქვეყნებში გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ოფისები, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია დავიდეს თვითონ ინდივიდამდე. ესე იგი, ტურიზმის მიმართულება არის ყველაზე სენსიტიური თუ რამე გლობალურად ხდება, ან ლოკალურად, გლობალურად, რაღაც გეოპოლიტიკა, პანდემია, ყველაფერი გეხებათ პირველ რიგში თქვენ, ავიაციის სექტორს და თქვენ სექტორს. რა არის სალონებერაიას რაღაც ანტიკრიზისული გეგმა, მოკლედ როგორ ახერხებთ ხოლმე გადაწყობას ამ პროცესში? პირველი რაც ყოველთვის თავში მომდის ხოლმე კრიზისის დროს არის გამჭვირვალობა. აუცილებელია მომხმარებელთან იყო გულწრფელი და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინო მომხმარებლის ინფორმირება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია საკითხი და რამდენად ცუდი შეიძლება იყოს პროგნოზი. აუცილებელია, რომ უმოკლეს დროში დამყარდეს კონტაქტი მომხმარებელთან, ჩავაყენოთ ისინი საქმის კურსში და რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მათ ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღების უფლება და საშუალება. ანუ ეგ ყველაზე კარგად მუშაობს იდეა. ეგ ჩემი გამოცდილებით ამ მთელი 14 წლის განმავლობაში არაერთი გლობალური პრობლემა შეგვეხო, პანდემია, გლობალური ინფლაცია, მოგეხსენებათ მეზობელ ქვეყნებში ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დაძაბულობები, ეს ყველაფერი ისახება პირველ რიგში ჩვენ სექტორზე. ამიტომ ყველაზე კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გულწრფელი ხარ მომხმარებელთან და ამ შემთხვევაში უკვე სარგებლო მომხმარებლის ნდობით და ისინი ყოველთვის აფასებენ იმ ბრენდს, რომელიც რთულ პერიოდში და პრობლემის არსებობის პერიოდში არის მათ გვერდით. როგორ იღებთ მომხმარებლის უკავშირს და ეგ რამდენად მნიშვნელოვანია, ეგ ზოგადად ყველა ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ სექტორში რა მნიშვნელობა აქვს მაგას ეგ ვამბობთ. ძალიან რთულია ჩვენ სექტორში გაზომო მომხმარებლის კმაყოფილება თუ უკმაყოფილება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარ საერთაშორისო ტუროპერატორი და ბიზნეს მოდელი არის ბიზნეს თუ ბიზნეს და ჩვენ არ გვაქვს მოგეხსენებათ პირდაპირი კომუნიკაცია უშუალო მომხმარებელთან. ჩვენი მომხმარებელია ასევე ტურისტული სააგენტოები მთელი საქართველოს მასშტაბით და ამიტომ უკავშირის მიღების ერთადერთი წყარო ჩვენთვის არის ჩვენივე პარტნიორი ტურისტული სააგენტოები. შემთხვევაში შეიძლება იყოს მცდარი და თავიანთი გამოგონილი, ესეც გამოცდილებამ გვიჩვენა, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან რთულია რაღაც ერთი კონკრეტული სისტემის თანევგა, რომელიც იქნება სწორი და მორგებული ზუსტად მომხმარებელზე. რაც შესაძლებელი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ გახსნილი და პირდაპირ მივაწოდოთ ხოლმე ჩვენი მესიჯები ქვეტექსტების გარეშე ჩვენს მომხმარებელს. გამჭვირვალობა გეხმარებათ თუ არა მათ შორის იმაში, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რომელიც არის და ახლა საწვავი ძალიან გაძვირებულია, ავიასაწვავი, როდესაც ფასები იზრდება, მან ძალიან სენსიტიურია როგორც წესი მომხმარებელი. ამიტომ ეგეც ასახსნელი ამბავია. ამიტომ როგორ ახერხებთ, რომ ეს გაძვირება არ იყოს ისეთი დაბყოლება, ხო რა, და ლოიალური მომხმარებელიც რო არ დაკარგოს. აბექა პირველ რიგში ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს იმ მეთოდისთვის, რაც არის უკვე არსებული რეალიზებული ტურპაკეტების გაძვირების მეთოდი, აპრობირებული სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. ის, რაც უკვე გადახდილია და დაჯავშნილია, არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას. ამიტომაც ეს წლების განმავლობაში ეს მდგომარეობა ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენს მომხმარებელში და როდესაც გავს კრიზისებთან გვაქვს შეხება, იციან, რომ ჩვენ ყოველთვის ვაწვდით ზუსტ და გულწრფელ ინფორმაციას. ყოველთვის ვუხსნით, რამ გამოიწვია კონკრეტულად ტურის გაძვირება იქნება, სასტუმროს გაძვირება თუ ავიაბილეთის გაძვირება, თუმცა როდესაც არ ეხები უკვე შეძენილს და უკვე რეალიზებულ მომსახურებას, ამ შემთხვევაში ზედმეტი კითხვები ნამდვილად არ არის ხოლმე მომხმარებელი. არის თუ არა მაგ რაღაც მოკლევადიანი გამოსავალი მაინც რომ რაღაცნაირად მოგების მარჟა ცოტა ხანი ისე დაიჭირო რომ არ აგზნობინო დიდად ზრდა მომხმარებელს და მერე ნელ-ნელა ასე. არანაირ მოგების მარჟას
არ ვიჭერთ სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ არის ასეთ შემთხვევებში. მოგესალმებით მარტიდან ვერ ფიზიკურად მარტის თვიდან როგორც კი ავარდა ავიაციის საწვავის ღირებულება, ჩვენ ეს ავიღეთ პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე და არა ისახა ჩვენს მომხმარებელს შესაბამისად აქ მოგების მარჟაზე საუბარი საერთოდ არ არის. ვისთვისაც გადახდილი იყო ის დარჩა ის. აბსოლუტურად ყველა რეალიზებული ტური დარჩა უცვლელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა მიმართა ამ მეთოდს და რა თქმა უნდა უკვე შემდეგში ის პაკეტები რომელიც აისახება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება დაბალანსება, თქვენ რაც თქვით ამ კითხვაზე პასუხი არის არა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდება ამდენი რეალიზებული ტურის დაბალანსება შემდეგ უკვე მახილ მარჟით ვერ გაზრდით. ვერ გაზრდით, იმიტომ რომ არ გაიყიდება ფიზიკურად შესაბამისად. იმიტომ ისედაც 50% საწვავის ღირებულება გაიზარდა დაახლოებით. უფრო მეტი, იმიტომ რომ ჩვენ კონტრაქტებს ვაფორმებთ ხოლმე, გასული კი ჩვენთვის უფრო მეტი, იმიტომ რომ 2026 წლის სეზონის კონტრაქტები გაფორმებული 2025 წლის ბიძურს ნოემბერში, დეკემბერში, სადაც ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე $700 ზუსტად $740 იყო ამ შემთხვევაში და მოგეხსენებათ ახლა საწვავის თვეში რამდენია? 1600-ზე ვიყიდე. აპრილში 2100-ს და შესაბამისად გადაანგარიშება ხდება ყოველ თვეულად. ძიმი ამბავია. რით განსხვავდება ქართველი მოგზაურის ხმა სხვა დანარჩენებისგან? ქართველი მოგზაური ძალიან მარტივად დავახასიათებ, უნდა ყველაფერი ძალიან იაფად და ძალიან მაღალი ხარისხი. ხარისხია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში მომხმარებლის ქცევა იცვლება და ქართველი მომხმარებელიც არ არის გამონაკლისი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვუყურებ ამ ტრანსფორმაციის გზას. არის უკვე იმის შეგრძნება, რომ როდესაც ადამიანს სურს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება, ის მზად არის, ამისთვის გადაიხადოს უფრო მეტი, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ წინ ბევრი გვაქვს ამაზე სამუშაო. ხო, მაგრამ 2012-დან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა. ხატია, ცალსახად. რა შეიცვალა მიმართულებებში მათ შორის და ჩვენ აიანაპა ახსენე და არის თუ არა დღეს ქართველი მომხმარებელი მზად იმისთვის და მოწადინებული იმისთვის, რომ აი ეს ტრადიციული მიმართულებები არა, მოდი რაღაც ეგზოტიკური მიმართულებები აღმოაჩინოს. ბოლო 3-4 წელია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე წავიდა ტენდენცია იმისკენ, რომ მომხმარებელმა თავისი მოგზაურობა აქციოს უკვე როგორც ვთქვათ, რაღაც საინტერესო გამოცდილებად და ტურიზმი არ იყოს მხოლოდ გადაადგილების საშუალება და ეს არის რაღაც დაგროვილი ემოციების გაზიარება, სიახლის შეძენა, უკვე განათლებასთანაც კი ასოცირდება. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი პორტფოლიოდან, მსოფლიო პორტფოლიოდან ავარჩიოთ ისეთი მიმართულებები, რომელიც ასევე საინტერესო იქნება საქართველოს ბაზრისთვის. პირველი ესეთი მიმართულება იყო აზია, ტაილანდი კონკრეტულად, რომელმაც ძალიან დიდი სიყვარული და პოპულარობა დაიმსახურა ქართულ მომხმარებელში. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ და მიხარია რომ ამ ყველაფერმა გაამართლა. ასევე შემდეგი მიმართულება შარშან წამოვიწყეთ ახალი, არა მასიური, თუმცა უკვე ჩემი мотиваციაც არის ის, რომ ნაკლებად ვიფიქრო უკვე მასიურ მიმართულებებზე და რაღაც კონკრეტული ნიშა ავიღო, რაც ვთქვათ აინტერესებს ჩვენს მომხმარებელს და იქნება ინოვაცია და სიახლე. ესეთი იყო ტუნისი. ძალიან საინტერესო და ახალი მიმართულება, რომელიც წელს კიდევ უფრო პოპულარული ხდება და დაწუნებული არ შემდეგ წლებში გაიზრდება მოთხოვნა და მესამე გვაქვს ასევე ვიეტნამი, რომელიც არის ცალსახად ძალიან ეგზოტიკური და საინტერესო მიმართულება და ცოტათი გადაიწია ვადმა ომიდან გამომდინარე, თუმცა უკვე ზამთრის სეზონში, სეზონის დროს აქტიურად შევუდგებით ამ მიმართულების პოპულარიზაციას. სამი მიმართულება მითხრა, რომელიც ყველაზე დაუფასებელია შენი აზრით და მეც იმსახურებს. იცით რა არის, ვერ ვიტყოდი რომ დაუფასებელია, იმიტომ რომ არ გვაძლევს ჩვენი ბაზარი იმის საშუალებას, თუნდაც მოსახლეობიდან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველო არ არის იმ ქვეყანა, რომ მასიური მიმართულება გახდეს 2 წელიწადში, თუნდაც ტაილანდი, ვიეტნამი. მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ მაჩვენებლებითაც, სტატისტიკითაც. დრო გჭირდება იმისთვის, რომ უფრო შემეცნებითი გავხადოთ ტურიზმი, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. ყველას გონია, რომ ეს არის წარმოუდგენლად ძვირი, მიუწვდომელი და რაც უფრო ინფორმაციას გავხდით ჩვენ საქმიანობას, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ჩვენი პარტნიორებისთვის, მომხმარებლისთვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ფასებთან დაკავშირებით, ასევე ვთქვათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ბევრს აქვს სკეპტიკური დამოკიდებულება, ზოგადად აზიის ქვეყნების მიმართ, ვთქვათ, იქ ქვეწარმავლები, ყვება და ბევრი უსაფრთხოების საკითხები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. გარემო მე როგორც ვიცი, ძალიან უსაფრთხოა. ბუნებრივია ძალიან უსაფრთხოა, მით უმეტეს, როდესაც იქ ხდება ისეთი კომპანია, რომელიც 10 წელია
ოპერირებს ბაზარზე და ამ შემთხვევაში უკვე გაქვს უსაფრთხოების ადამიანების კეთილგანწყობილები არიან, როგორც იცი, მე რაც ქონია გამოცდილება აზიაში, სულ ჩემთვის მთელი მსოფლიო უკვე გაერთიანდა და საზღვრები არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გვიწევს მოგზაურობა, თუმცა აზია არის გამორჩეული თავისი კულტურით, კეთილგანწყობა ახსენეთ, ყველა არის უზომოდ ბედნიერი, მცირედი და წყმაყოფილი, რაც ჩვენთვის ცოტა უცხოა და შესაბამისად მე ყველას ვურჩევდი, რომ თუნდაც ერთხელ მაინც ნახონ ეზიარონ განსხვავებულ კულტურას და განსხვავებულ მენტალიტეტს. საიმართლეა მითხარი, მაშინ რომელიც ძერ მეტად გადაფასებული, ანუ როგორ თქვა, არ იმსახურებს თქო, მაგრამ აი ცით ბექა ამ შემთხვევაში ყველაფერი არის იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ვიზა არ სჭირდებოდა ეგვიპტეს. წლების განმავლობაში უვიზო მიმართულება იყო ყოველთვის თურქეთში. ბუნებრივი ეს ორი მიმართულება ყოველთვის იტრიალებს, ასევე მოგეხსენებათ დუბაი და ზოგადად გაერთიანებული საამიროები არის ძალიან პოპულარული. ეს ყველა ის მიმართულება არის მანძილიდან გამომდინარე, ბიუჯეტიდან გამომდინარე და სიმარტივიდან გამომდინარე. მე ვერ ვიტყოდი, რომ არ იმსახურებს, ცალსახად იმსახურებს ჩამოთვლილი მიმართულებები, თუმცა კარგი იქნება თუ სიახლესაც შევიტანთ და მე პირადად არ ვიცი, სწავლობდი თურქეთში, მთელი ცხოვრება თურქულ კომპანიაში ვმუშაობ, მაგრამ როდესაც მინდა სადმე დასვენა, მაინც პირველ რიგში თურქეთი მახსენდება. ეგ არის მსოფლიოში ადაპტირებული და აპროპირებული. ეგ ბრენდის ნაწილია, რომელიც თურქეთს აქვს მათ შორის და ცალსახად, თუმცა ხარისხი და ბრენდი თანხმდრაშია ერთმანეთთან და ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან ის არის. აი სადაც არ უნდა წახვიდე, ეგ გავს მომსახურებას ვერსად ვერ ვიღებ. მომავლის მიმართულება რომელია შენი აზრით? ჩემთვის მომავლის მიმართულება, ზოგადად მომავლის პროექტი არის ის, რომ საქართველო იყოს ზუსტად ისეთი პოპულარული მიმართულება, როგორც არის ვთქვათ თურქეთი, არის ტაილანდი, ვიეტნამი. მე არ ვამბობ მსოფლიო მასშტაბით, თუნდაც ჩვენივე კომპანიის ჭრილში, ამიტომ დავიწყეთ აქტიურად ამ საკითხზე მუშაობა და ჩემთვის მომავლის მიმართულება იქნება საქართველო. წარმატებები, ბეგას, წარმატებები მადლობა ძალიან დიდი. საქართველოს, აზერბაიჯანის და თუ სხვა ბაზრებსაც შეეჭიდები, იქაც გაგაგებინებთ. წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი.